მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ გოგონა და ბეჭუნა და ჩვენ დღეს შევადარებთ 7 ლარიან ფანქრებს და 700 ლარიან ფანქრებს. დავიწყოთ. აი ჩვენი 7 ლარიანი ფანქრები. ხო, ნახატი უკვე აგებულია გადატანილია და ჩვენი 7 ლარიანი ფანქრები, აი მეგობრებო. მე მხაზებს წავშლი ცოტა უხეშია. ალბათ ხედავთ რომ უკვე წვერებიც კი არ ვარგა. წვერები დაატყდა ხალხო. ვიყიდეთ, დამწყდარი იყო უკვე. ნუ ახლა ამას და ჩვენი სუპერ სათლელი. ჩვენი სუპერ სათლელის იმედი გვაქვს, თორე რომლის სუპერ ძალასაც თქვენ იხილავთ ამ ვიდეოში. გადავაგდეთ. რატო გადააგდე? მე არ მიყვარს რომ კანი გადააგდე. ანუ ნახეთ, აი. მეგობრებო. დაატყდა. მოკლედ 7 ლარიანია რა. 7 ლარიანი ფანქრებია და უნდა დავხატოთ პორტრეტები, ოღონდ ფოტოები ავარჩიეთ. ეს ფოტოები ავარჩიეთ. რომელსაც ამოვანათოთ. ხო. არა, გაცვით, კარგად გაითალა. წავიდე. ესე იგი, ამას გავყავთ შუაში. ნახევარს დავხატავთ 7 ლარიანი ფანქრებით, ნახევარს დავხატავთ 700 ლარიანი ფანქრებით. და თქვენ გადაწყვეტეთ ღირს თუ არა 700 ლარის გადახდა. წავიდა, მე ვიცი. ხო, არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, არხის გამოწერა, ჩვენ კი ამ ბოლო ხანებში ცოტა პასიურობთ, მაგრამ ნელ-ნელა ახლა ისევ ხო, პასიურობთ, მაგრამ თან ჩვენი ბრალიც არ არის მეგობრო. ეს უფრო ბაშვის ბრალია. ხო. იმიტომ რომ სულ მეძინება და სულ დაღლილი ვარ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. და სულ წუწუნეს ხალხია. და სულ წუწუნე. ჩემი ბრალი არის, არ არის, მაინც წუწუნე. ნახეთ როგორ თვლით ახლა. მე ვანახე არ უნდა მაგდენი. მე ჩონახებ რა. და წავიდა. აუ შენი უკვე არ ვარ. და აი უკვე იყო ვარო ხარისხვა მართლა ფანქარი. და ჩემი საყვარელი მასალა არის ფერადი ფანქარი. 63-ში არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიყვარს. აი მე ამით ვერ დავხატა. მაგრამ უნდა დახატო. ხატვარი მაშინ ხარ. ხატვარი მაშინ ხარ. აი გარედან როგორი ფერი აქვს? გარედან ან შიგნით რა მუქია. ხო, გარეთ სხვა ფერია, შიგნით სხვა ფერი. გარეთ 1000, შიგნით ატლასი. აი მე ხა ფანქრებს თუ ამან დაიწყო ხატო და მე რეიტყვის მეო დაგასწარი. ფერაზე ფანქარში შენ ფიქრობ რომ უნდა მომასწრო მაინც. მე ყველაფერში ჩანჩალავ. კარგი, ვიწყებთ მუქი ყავისფრით. მოდი მე ასე გავყოფ. და შუაში არ გავყოფ, აი ასე გავყოფ. ხო იწერს ეს მიკროფონი? კი. ხო იწერს მეგობრებო. დრო დაინიშნე აბა რამდენი ხანი დაგჭირდება ერთი. აი ახლა უკვე ვიღებ 7 წუთია. 10 საკლია 14. ამას რამე საშლელი ვერ იღებს, ხო? კი, გააჩნია რა სიმძლავრით დააჭერ. ნახე აბა ცადე. აი რა ძლივს დავადე ახლა კიდე ცადე. ამანებეთ. ისედაც არ ჭირდება იქ დაადე აბა და თუ ამოიტანე. რა? უბრალოდ ამ შე პატარა ფანქრებით რო გიწევს ძალიან დიდი ნახატების ხატვა როგორ ხდება ჩემამდე არ დადის. არ გამიძლია? ეხადავს. როგორ ავატარი? ავატარი ამონათდება, ჩემი ავატარი. ამის ავატარი ამონათდება. ასე ამოვანათებთ. აი ასე. შენ ის ამონათებელი. მე ვიტყვი და ჰოპ, ნანინა. და ჰოპ, ნანინა. არა სათლელი მაგარი ვაქრა. ასეთდა ნახშირს აქვს ისეთი. შედიდის დანებრივი მასაკუჭებს. ხო, ისეთი მასალა არის რომ წარმოიდგინეთ სალესიკო. როგორ ხო? რა რომ ალინი ვიტანე ჭიქით ახლა ყინულებით. ახერა მოდი. არა ჭიქით დამიდევეს. აი ყინულენიც ყალი ინებეთ ხალბატონო. მერსი.
ბოლომდე არ უნდა დააჭირო მაგიტომ, ასე ესეც არ შეიძლება პირდაპირ პირველ ფენას რო ბოლომდე ჩააჭრო. და ჩამიჭერია ბოლომდე. აგერ ხედავ, ეგ რა? ის შავი ახლა უნდა ჩამეჭირა იქ. შენს დასაკა. შენც მიხედე რა. მეგობრებო, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს პროდუქციას და ობიექტურად შევაფასებთ, თუ ჩვენი სპონსორობა გინდათ, ჯობია აჩქაროთ. ბატონო. შენ კევარა ტოგის ბეში. კი მაგი გინდა კი არის და ასე ლაპარაკ. და მეგობრებო, მინდა გითხრათ ამ ვიდეოში, რომ მე მართლა გოგონა მქვია. ხო. აინტერესებს ერთ ადამიანს განსაკუთრებით დაინტერესებდა არ მახსოვს კომენტარის ავტორი. და ანუ იმდენჯერ ჩამეკითხა კომენტარებში უკვე აზრი აღარ მქონდა პასუხისგაცემაზე. აშკარად ეგონა რომ ვატყუებდი და ხუმრობდი და არ არის ხუმრობა, გოგონა მქვია. მიყვარს ჩემი სახელი. შენ გიყვარს? შვენიერია მეგობრებო, არ არის საჭირო პირდაპირ 700 ლარი გადაიხადოთ ან 500 ან რაღაც. ამით ჩოლებრივ ფანქრებით ვისწავლე მე ხატო. მეც მაგით ვისწავლე ხატო. ბევრი რამე გვაქვს სასწავლო. და შეც YouTube-ით აგვეხმარება. მთავარია мотивация არ დავკარგოთ რა და ნახვები ძალიან ბევრს ნიშნავს მეგობრებო თქვენი კომენტარები. ხო, მთავარი არის ჩვენთვის ეს ამ ეტაპზე. მე რა ყველაფერი იქნება ხა. ბავშვთან ერთად ცოტა გაგვიჭირდება დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული პერიოდი გვაქვს წინ. და სიმართლე გითხრათ, გვაინტერესებს როგორ შევძლებთ გამკლავებას. ბავშვის აღზრდას არ გულისხმობ, ან პარალელურად ამ საქმის კეთებას გულისხმობ. ძალიან მინდა რომ გავაგზავნოთ მაინც. გვინდა ხო? ნახოთ, წინასწარ ვერაფერს ვერ იტყვი. აი ფერად ფანქა სჭირდება ის ნების ყოფა რაც მე მაქვს. ანუ ის ბოდიალი რაც მე მაქვს ხო და სხვა მასალაში ეს ბოდიალია და აქ საჭიროა. ამიტომ მიყვარს რომ რაღაცნაირად ამართლებს. ჩემს ამ ბოდიალს ამართლებს. რაღაც დაცხა ხო? ძალიან დაცხა. ცივი ყავა დაგველია. მოდი ცივი ყავა დავლიათ. 1 2 ვაუ, რა მაგარია. მონტაჟის ზალა. ნახე აბა. ყავა თუ გამოგვივიდა. მონტაჟი არ ვიცი, მაგრამ ყავა გამოსულა. ზედ ნახატზე ვეჯობია. Oh my god! მოგონი ჩემი ფერებში უკეთესი დასახადი ამ ფანქრებით. ხო? შენი უკეთესი არ არის, მაგრამ შენ უკეთესი გამოვიდა. ფერები ძიძახე შემდეგ ინდა. მჭიქით. ანუ რა ბედნიერი ხალხი ხო ხვდებით ან მე არაფერი არ მithქვამს კაცო. არა, საერთოდ. თავის პირით თქვა ყველაფერი. გაცილებს. რა სტატივიჩი ვიყვანე ეს ფერები და სანდალი. არა და საერთოდ რეჟი. სარა. მოდი ფონი გავუკეთოთ რამე ფერი.
ეს გამოვიდა $7 ფანქრებით. გადავდივართ $700 ფანქრებს. და გადავდივართ უკვე პროფესიონალზე. $700 ფანქრებზე. კარგი, აბა. რითი დავიწყო ხა. ეს ფანქრები მაჩუკა მამიდა, დაბადების დღეზე. მადლობა. მადლობა ინგა მამიდას. და მოკითხვა აქედან. Hello, mami. რაზეთქმაც. ოპა, ეს სხვანაირად ითლება. და თავზე ნუ მადგა ხარ თუ შეიძლება. მე ხონცალებ მაგიჭას. არა, ლაპარაკო. დაედოზე და მაგარი ლაკი დინიფერია ხა მორჩება მიჭის რომ რით დავხატო. არა ეს არ არის ოპა აქ უკვე სხვა პრობლემა იწყება. აქ უკვე როგორ ხედავ შენ ფერს. ცენაზე მეწევ. შოკირებულია ზბა. ხო და ახლა იმას რო შევეხე ჯერ და მე ამაზე გადადიხარ უცებ. ჯერ იმით რო გიწევს. ეგა კარგი. ეხა აფასებ. მახوارა მერია. ოუ. თითქოს ბაღში მიდიხარო ისე. მადლობა. ასე ჩუმანდე ისე გურა. მეძინება უკვე და. რეგულებაც. ხო, უკვე პირველი საათი დაიწყო მეგობრებო. პირველი საათიო. მოიცათ ახლა რამე თქვათ კაცო. და მეგობრებო ძალიან მეძინება. ძალიან გვეძინება. დავიხალე. ეს რა შენი საქმეა? აი ამის გამიტოდა. აბზარჯერა. ხატო იცოდი. ახლა ნელ-ნელა ვხარ ეს პროცესში. ერთი ოქროს წესს მივაგენ. თქვა? და ყველა გაითავისეთ. რაღაცა თუ თქვენ თვითონ არ იცით, მასალას ნუ დააბრალებთ. აუ მეძინე. ამუშევარი როგორც ასეთი რომ აი აქეთ გადავირი. დავაფასოთ მამუკას ობიექტურობა. ობიექტური შეფასება საკუთარ თავის მიმართ ეს ბევრს არ შეუძლია. მამუკა არის პასტელის მხატვარი და შემსავით თუ ხართ პასტელის მხატვარი, შეგიძლიათ სულაც არ გადაიხადოთ $700 ფერადი ფანქრით ხატვა თუ მოგიწიეთ. $7-იანითაც გაართმევთ თავს, აი როგორც მე. წარბები ვიდეო იღებს? აი, წარბები გავაკეთოთ ახლა, აბა როგორი გამა. არა, კაი გამა. აი, არ უდადანებდე. აი, მეგობრებო, ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ არ დანებდები გამოგიგო. აუ, სორა. ოკეი. მე დავამთავრე. მე ჩემი სათქმელი თქვი. კარგი რა შეეშვი, всё, შენი სათქმელი თქვი. თმას გავაშავებ. თმას გავუშავებ და всё. მე მოვიჩი.
So. Βοήθεια, ფონი რა ისო. რა კარგად გავუკეთებ. საერთოდ ჯამში. აი. ესეთი გამოვიდა. არა, სხვაობა აშკარად არის, მეგობრებო. ესეთი გამოვიდა, მეგობრებო. 7 ლარიანი. თქვენ სადეთ, მეგობრებო, თუ სადმე გიგდიათ 707 ლარი, გადაიხადეთ. 707. იყიდეთ ამ ფაქრებს და ერთმანეთს შეადარეთ რა. პირველ რიგში, მეგობრებო, თქვენგან დაგვიჭირდება ბევრი ლაიქები, კომენტარები. გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაგვიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ჩვენს დღევანდელ ნახატებზე. იმედია მოგეწონათ. რაღაც გაიგეთ, ინფორმაციულიც იყო, საინტერესო იყო. ინფორმაციული ჩვენთვისაც იყო, იმიტომ რომ ასეთი ჩელენჯი არ გავუკეთებია ჯერ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. მსგავს კონტენტს კი აუცილებლად შემოგთავაზებთ ახლო მომავალში. ჩვენ კი ამით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. კარგად.